საკლასო ოთახში. ახლა საკლასო ოთახში წავიდეთ, უთხრა სკვირსმა ნიკოლას და დახმარებას თხოვა კოსტიუმის ჩაცმაში. მან ხელში ჯოხი აიღო, მერე ერთად გაიარეს ეზო და ოთახში შევიდნენ. ნიკოლასი გაკვირვებული უყურებდა ყველაფერს. ეს იყო ძალიან ჭუჭყიანი ოთახი. ფანჯრებზე ქაღალდები იყო გაკრული. ოთახში იდგა 2 მერხი, 3 გრძელი სკამი და 2 კათედრა. ისინი მელნით იყო დასრული, კედლებიც ჭუჭყიანი იყო. ნიკოლასმა ბავშვებს შეხედა და დაინახა გაყვითლებული, გამხდარი, ულამაზო, მშიერი, ნატანჯი და უმწეო ბავშვები. მათ ეცვათ ჭუჭყიანი ტანსაცმელი. ბიჭები ერთად იდგნენ კუთხეში. იქვე იყო მისის სკვირსი და ხის დიდი კოზით აძლევდა ყველას გოგირდსა და ბადაგს. ახალგაზრდა ჯელტმენებს არ უნდოდათ ამის დალევა, მაგრამ იცოდნენ, რომ სცემდნენ. შორს იჯდა სკვირსების ვაჟი, ის ძალიან ჰგავდა მამას. სმაიკი მას ახალ ფეხსაცმელს აცმევდა, ის კი ხელებს და ფეხებს ურტყამდა. ტანსაცმელი ახალი მოსწავლის იყო. მოსწავლე კი კედელთან იდგა და უყურებდა მათ.